მგზავრებმა და ეკიპაჟმა აეროფონებით და მობილური ტელეფონებით ოფიციალურ პირებთან და ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარები 9 საათსა და 30 წუთიდან დაიწყეს. საერთო ჯამში 10 მგზავრმა და ეკიპაჟის 2 წევრმა განახორციელა 35 ზარი აეროფონიდან და 2 ზარი მობილური ტელეფონიდან. მგზავრმა ტომ ბერნეტმა რამდენჯერმე დაურეკა თავის ცოლს, ის ამბობდა, რომ თვითმფრინავი გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბომბი ჰქონდათ. მან ასევე თქვა, რომ მოკლეს ის მგზავრი, რომელსაც შეეროდა, რომ ბომბის მუქარა სიცრუე იყო. მეუღლემ ბერნეტს მსოფლიო საოცრო ცენზე თავდასხმების შესახებ შეატყობინა. ის მიხვდა, რომ გამტაცებლების ნამდვილ მიზანს არ წარმოადგენდა ბომბის აფეთქება და უპასუხა. მან მოისმინა გამტაცებლების საუბარი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. თავის მომდევნო ზარში ცოლმა ბერნეტს პენტაგონზე თავდასხმის შესახებ აცნობა. მან ეს ინფორმაცია სხვა მგზავრის გადასცა და მეუღლეს უთხრა, რომ ის და სხვა მგზავრები თვითმფრინავის მართვაზე კონტროლის დასაბრუნებლად გეგმას ადგენდნენ. ბერნეტმა თავისი ბოლო ზარი დაასრულა ფრაზით. ითვლება, რომ ბერნეტის მიერ ნახსენები მოკლული მგზავრი მარკ როტენბერგი უნდა ყოფილიყო, რადგან როტენბერგი იყო პირველი კლასის ერთადერთი მგზავრი, რომელსაც თვითმფრინავის გატაცების შემდეგ არ დაურეკავს. ჰაზნავი პირდაპირ მის უკან იჯდა და არის ვარაუდი, რომ ჰაზნავი როტენბერგს უმიზეზოდ დაესხა თავს, რათა შეეშინებინან სხვა მგზავრები და ეკიპაჟი. სხვა ვარაუდით როტენბერგი მიხვდა, რაც ხდებოდა და შესაძლოა ცდილობდა შეეჩერებინა თვითმფრინავის გატაცება და დაუპირისპირდა გამტაცებლებს. იგივე მოხდა მე-11 რეისზე. იქაც გამტაცებელი თავს დაესხა მგზავრს დანიელ ლევის, რომელიც მის წინ იჯდა. ნათესავებთან სხვა მგზავრებიც რეკავდნენ და ერთსა და იმავეს აღწერდნენ, რომ თვითმფრინავის სამმა მამაკაცმა გაიტაცა, ეცოთ აღმოსავლურად, ეკეთათ წითელი პენდენები და ჰქონდათ დანები. 2 მათგანი შეიჭრა კაბინაში, იატაკზე იყვნენ დაღუპულები ან დაშავებულები. ერთ-ერთ გამტაცებელს წითელი კამარი ჰქონდა წელზე, მიბმული ბომბით. მგზავრები იძულებით მოათავსეს უკანა მხარეს და გამყოფი ფარდა ჩამოაფარეს. რეკავდნენ ბორტგამცილებლების და დამატებით იტყობინებოდნენ, რომ დაჭრეს სტიუარდესა სავარაუდოდ დები უელში. მგზავრმა ლორენ გრანკოლოსმა ორჯერ დაურეკა ქმარს, ერთხელ აფრენამდე და ერთხელ თვითმფრინავის გატაცების დროს 9 საათსა 39 წუთსა და 21 წამზე. მან გამოტოვა მისი ორივე ზარი. გრანკოლოსმა კიდევ 7 ჯერ დარეკა მომდენო 4 წუთში. ქმარს შეტყობინება დაუტოვა და შემდეგ ტელეფონი მარიონ ბრიტონს ათხოვა.